მოგესალმებით პატივცემულო რადიო მსმენელებო, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია, 7:30 და ვიწყებთ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ახალი სტანდარტები და სიახლეები, ცვლილებები და ვაგრძელებთ სტანდარტების განხილვას. ჩვენ განვიხილეთ მათემატიკის სტანდარტი, განვიხილეთ ფიზიკის სტანდარტი, განვიხილეთ ცოტა ადრე ქიმიის სტანდარტი, მაგრამ ახლა ისევ უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა ხელთ მთლიანად, ჩვენ გქონდა მხოლოდ საბაზო სკოლის დაწყებითი და საბაზო სკოლის სტანდარტები და მთლიანობაში ზუსტად მაშინაც რამდენიმე თვის წინ ქალბატონი ლელა ბრძანდებოდა და ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ არის სრულყოფილი განხილვა, თუ მთლიანობაში არ დავინახავდით ჩვენ იმ საკითხებს და სტანდარტის სხვადასხვა ტიპსაც მოველით ჩვენ. ეს არის ჩვეულებრივი სწავლების, ეს არის გაღრმავებული, ანუ პროფილური სწავლების, ეს არის ინტეგრირებული სწავლების, ანუ ვისთვისაც არ იქნება მაპროფილებელი ეს საგნები, ანუ სხვადასხვა სტანდარტებს ველოდებოდით ჩვენ. ამიტომ თავიდან ვიხილავთ და განვიხილეთ ასევე გეოგრაფიის სტანდარტი. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, მეცნიერებს, ვინც და სახელმძღვანელოს ავტორებს, ვინც მოვიდნენ ჩვენთან და ეს ურთულესი დოკუმენტი განიხილეს. ასევე ქალბატონო ლელა და თქვენ გიხდით ძალიან დიდ მადლობას, რომ მობრძანდით ქალბატონო დალი, დღეს ორი სტუმარი ყავს და ძალიან კარგი, რომ მენტორმა, მასწავლებელმა, ასე ვთქვათ, გაბედა და მოვიდა, თუმცა ეხა მე ვერ ვიტყვი მასწავლებლებზე, არ დამიპატიჟია ამ სტანდარტების განხილვაზე, თორე ისე როცა ვეპატიჟები მოდიან და აი გამომეხმაურა ერთ-ერთი მენტორი მასწავლებელი ფილოლოგი, სხვაც ყავს ასეთი რამდენიმე ფილოლოგი, რომელთაც ექნებათ სურვილი, რომ მობრძანდნენ განიხილონ ქართული სტანდარტი. ეს არის რომ დრო გვეწურება ჩვენ ეს მთავრდება სეზონი და ყველა საგნის სტანდარტის განხილვას ალბათ ვერ მოვასწრებთ, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ალბათ რაღაცნაირად ან დამატებითი გადაცემა უნდა ვითხოვო, ან იქნებ ორი საგნის სტანდარტი მოვახერხოთ ერთ გადაცემაში. ქალბატონი დალი გულაია არის პირველად არის ჩემს გადაცემაში, თუმცა ჩართვით იყავით ქალბატონო დალი. კი, თქვენ მენტორი მასწავლებელი ქალაქ თბილისის 122 საჯარო სკოლის. ძალიან მრავალი სახელმძღვანელოს, სასკოლო სახელმძღვანელოს გამარჯვებული, კონკურსში გამარჯვებული, რამდენიმე ათეული სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი, ახლა დამხმარე სახელმძღვანელო კიდევ გამოვუშვით. ხო და არაერთი დამხმარე ქალბატონო მანანა ჩუქრად გადმოგწევთ. ძალიან დიდი მადლობა. ეს წელს გამოვუშვით, ხო? ამ სასწავლო წელს და ქალბატონ ლელას უფრო იცნობს ჩვენი ერთგული რადიო მსმენელი და ტელემაყურებელი. უამრავი ასევე სასკოლო სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების, სავარჯიშოებისა და ამოცანათა კრებულების წლების წინ მე მგონი პირველად ქართველი ავტორი ამოცანათა კრებული თანამედროვე დამოუკიდებელ საქართველოში, მე მგონი ქალბატონი ლელა მეტრეველის იყო. დიდი მადლობა ქალბატონო ლელა, რასაც თქვენ 8 წელს ეწევით. მე გაფასებთ როგორც ძლიერ მეცნიერს, ასევე მეთოდიკის და სასკოლო მასალების უზადოდ შეიძლება ითქვას უნაკლოდ ასრულებთ. მე თქვენი წიგნები ვნახე, თქვენ მე მგონი 2 წლის წინ მაჩუქეთ, დიდი როგორც თეორიის, ასევე ტესტების ამოცანათა კრებული, გაერთიანებული, ის პატარები არა, პატარები წლების წინ გამოვიდა და ის სხვათა შორის იმით არაერთი თაობა მოემზადა, მაშინ როდესაც მართლა მაგარი სწავლა იყო ჩვენ ქვეყანაში და სამედიცინოზე და ყველგან თბილისსა
სახელმწიფო უნივერსიტეტში თუ ყველგან ქიმია ბარდებოდა და ურთულესი გამოცდები იყო. მაშინდელი გამოცემულია ეს და ძალიან მოხერხებულად იყენებდნენ აბიტურიენტები, ხოლო რაც შეეხება უფრო უახლეს პერიოდში მე მომეწონა ეს სახელმძღვანელო ისევე როგორც თქვენი კოლექტიური სახელმძღვანელო ეს არის დამხმარე ამოცანათა კრებული, რომელიც არის ძალიან მაღალი დონის. იმას თუ აკეთებს იქ ყველა 1000 ამოცანამდეა ტესტებია, მაგრამ სავარჯიშოებით ესეთი უბრალო და რაღაცა დატვირთვის ამ მქონე იქ არაფერი არ არის. თუ იმას აკეთებს მოსწავლე იქნება აბიტურიენტი თუ მასწავლებელი, ის ყველგან გაიმარჯვებს. აი ასეთი მაღალი დონის. ეს შესავალი უნდა გამეკეთებინა მე, იმიტომ რომ ეხლა არის კრიტიკული სიტუაცია, ჩვენ გვჭირდება ავტორიტეტული აზრი და დღეს სტუდიაში ყავს ადამიანები, სპეციალისტები, რომლებიც სხვა ინტერესი არ აქვთ მათ, გამოთქვამენ ავტორიტეტულ აზრს და ინტერესი არის ერთი, რომ ჩვენ ქვეყანაში გამოსწორდეს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება და კონკრეტულად ქიმიის სწავლება, რომელიც ჩვენ ახლანდელ სტანდარტში წერია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების განვითარებისათვის თვითონ ამ მოცემულ სტანდარტში წერია და ძალიან კარგი რომ წერია, ასევე წერია რომ სამედიცინო მიმართულების, აგრარული მიმართულების, ტექნოლოგიების მიმართულების, იქ კვების ტექნოლოგიები იქნება თუ სხვადასხვა ბიოტექნოლოგიები თუ ის და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე განსაკუთრებით ბიოლოგიის სპეციალობით თუ ქიმიის სპეციალობით, აი ამ ძალიან ბევრ სპეციალობაზე ქიმია უნდა ჩაბარდეს არა არჩევითი საგანი, არამედ მაპროფილებელი საგანი, ანუ უნდა იყოს სავალდებულო საგანი. მოდით დავიწყოთ, ვინაიდან მე არაერთი აბიტურიენტი ნაცნობი თუ უცნობი დამიკავშირდა, ვინაიდან სოციალურ ქსელებში არის ძალიან ცხარე კამათი და მსჯელობა წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მოდით დავიწყოთ ძალიან მოკლედ, მეც მოკლედ ვიწყვით თქვენს ძალიან მოკლედ შევეხოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებს და შემდეგ უკვე დავიწყოთ სტანდარტის განხილვა. და შემდეგ სახელმძღვანელოები და ასე შემდეგ. პროფილური სწავლება და ყველაფერი, ბევრი საქმე გვაქვს ძალიან. ჯერ მე ვიტყვი ამ ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. მას აბიტურიენტის ტესტი, ანუ მოსწავლის ტესტი. კი ბატონო, ვერ ვიტყვი რომ არაპროფესიულ დონეზეა ეს ტესტი შედგენილი, ვთქვათ რომ საკმაოდ კარგი მიმდევრობით და წინ გაცხადებული, ანუ დაცულია ის სიტყვა, ასე ვთქვათ, გატეხილი არ არის, რაც ბოლო 2 წელია თანმიმდევრულად საკითხებზე ეძლევა, თითქმის ის არის და რაც სიახლე იყო პროგრამაში და ესეც წინასწარ იყო დაანონსებული გამოცდების ეროვნული ცენტრის ქიმიის ჯგუფის მიერ, ვინც მუშაობს, ის საკითხებიც ცალკე იყო გამოქვეყნებული და ნიმუშად ტესტებიც იყო გამოქვეყნებული და ისეთი ტესტები იყო შეტანილი. კი ბატონო, ეს პირობები ყველაფერი დაცული გაქვთ, მაგრამ მე უნდა მოგცეთ ერთი შენიშვნა და ნუ ბრაზდებით ხალხნო, სამინისტროს მივმართავ და იმას და ნურც გწყინთ და ნურც უშეცდომო არავინ არ არის, ვინც მუშაობს, ის შეცდომებს უშვებს, მაგრამ გააჩნია რა ველზე დაუშვებ შეცდომებს. როდესაც ბავშვს, მოსწავლეს, ახალგაზრდას, აბიტურიენტს და ასეთი რომ იტყვიან სამყაროს სასიცოცხლო გამოცდაზეა გასული, თქვენი ტესტი უნაკლო იქნება იმ შემთხვევაში, თუ არც ერთ ფორმულას, არც ერთ არაპროგრამულ რეაქციას იქ არ გაატარებთ. მე მესმის რომ თქვენ გინდათ რომ აი აბა თუ აზროვნებს, აბა თუ ანალოგიის პრინციპს თუ გამოიყენებს და თუ დაწერს მაგალითად ბენზოის მჟავას ურთიერთქმედებას მაგალითად ნატრიუმის ოქსიდთან, მომიტევოს ახლა ფართო საზოგადოებამ ცოტა ქიმიაც უნდა ჩაურთოთ აქ, იმიტომ რომ ჩვენ პროფესიული წრეები გვისმენენ, მაგალითად მესამეულ სპირტთან მოქმედება ან მეორეულ სპირტთან მოქმედება ან რაღაცა მე არ გიკრძალავთ ხალხნო, ნუ ჩაწერეთ რაც გინდა. ოღონდ ჯერ ჩაწერეთ სახელმძღვანელოებში და სასკოლო სახელმძღვანელოებში ყველაფერს ვერ ჩაწერდა. მე აქცენტი ტყუილად არ გამეკეთებია ამოცანათა კრებულებზე და თქვენი
ახალი ტესტების კრებული. მე იმ დიდ წიგნში 6 ვარიანტი იყო და დიდი მადლობა ეს კიდევ ახალი ის არის ტესტების კრებული და ძალიან კარგად იყენებენ მოსწავლეები იმ 6 ვარიანტით საკმარისი იყო რომ თავისი თავი გამოეცადა აბიტურიენტებს. არ შეიძლება მოიტანოთ ისეთი ფორმულა, არ გინდათ ეს ხდება სადაო და ეს მერე გადადის არა მარტო ეროვნულ ცენტრზე, მერე გადადის ეს ყველაფერი სახელმწიფოზე და იძახიან აი 10 თენაში ეს რა შეგვჭირდება, როდესაც ქიმიის პროგრამა არის ურთულესი. უამრავი რეაქციები და ფორმულებია და თუ გინდათ აი ესეთი გადახოვები გამოუშვით ხალხო, გამოაცხადეთ ამოცანათა კრებულები, რომ არც ერთ კლასს არ გააჩნია ქიმიაში. კონკურსები გამოაცხადეთ და აი იმ ამოცანათა კრებულებში რომ იქნება მოცემული ესეთი სააზროვნო ისინი აი მერე უკვე ვეღარ იტყვის ვერავინ, ვეღარც მასწავლებელი, ვეღარც მე, ვეღარც ჟურნალისტები, ვეღარც მშობლები, ვეღარც საზოგადოება, ვეღარც არასამთავრობო, სამთავრობო თუ აბიტურიენტი თუ სტუდენტი თუ ისე, ვეღარ იტყვის. ხო და მეთანხმებით, ქალბატონო, იტყვის თუ სახელმწიფოში ყველაფერს ვერ ჩაწერ ისა და აი ეს შენიშვნა მაქვს, არც ერთი ფორმულა და რეაქცია არ უნდა ჩაიწეროს საგამოცდო ეროვნული გამოცდების ტესტში ბავშვებისთვის საუბრობ მე, აბიტურიენტებისთვის, რაც სასკოლო სახელმძღვანელოში არ არის და ამოცანათა კრებულები ქიმიაში არ არსებობს. დავიწყოთ ქალბატონო ლელა. ერთიანი ეროვნული გამოცდები. აი რა გვიქნეს ესო ბავშვები ამბობენ წერენ აბიტურიენტთა ჯგუფში, რომ ამზადებდი გადაცემას. რისთვის გაგვიკეთეს ესეთი რაღაცაო და იწერებოდა ცრემლები, აი ეს ვერ დავწერეთ ეს ის. თქვენ რა სიტყვით? მე ვერ ვიტყვი რომ წლევანდელი ტესტი განსხვავდებოდა გასული წლების ტესტებისგან. ისეთივე იყო, რა თქმა უნდა, სხვა საკითხები იყო, ყოველთვის ერთსა და იგივეს ხომ არ მისცემენ ბავშვებს, მაგრამ იგივე ხდება ყველა საგანში. მათემატიკის შემდეგაც წერენ რომ იყო ძნელი ტესტი, ბიოლოგიის შემდეგაც დაწერენ ახლა რომ იყო ძნელი ტესტი. დღესაა გამოცდა სხვათა შორის. დამთავრდა გამოცდა ახლა პანდემირეკეს და ფიზიკის შემდეგაც ასევე დაწერენ. ეს იმის ბრალია ზუსტად რომ აი ეს სასკოლო პროგრამა სკოლაში რა სწავლობენ ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ეს სასკოლო პროგრამა და ეს მისაღებ გამოცდებზე რაც ხდება, ცოტა აცდენილია მაინც ერთმანეთს. ბუნებრივია, უნდა იყოს კიდეც ასე მე არ მეჩვენება რომ ეს რთული რო კი უნდა იაზრონოს და რაღაცა თავის ცოდნის ტრანსფერი მოახდინოს სადღაც სხვაგან. ნუ პლუს ახლა როდესაც მოსწავლეს უნდა სწავლა, ანუ თქვა სკოლაში კარგად არასწავლიან და სახელმწიფო ცოტა ისეთი. ხო, მაგრამ კი ბატონო, იგულისხმება ის რომ ემზადება ეს ბავშვი, მაგრამ ყველას ხო არა ქალბატონო ლელა მომზადების საშუალება. აი მაგაზე მინდა ვილაპარაკო მე, ზუსტად ეგ მინდა ვთქვა რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში რაც კი რამ წიგნი დამიწერია, მე დავწერე ჩემნაირებისათვის. ანუ რას გულისხმობ? ვინც არ ემზადება და თავისით უნდა გაერკვეს ყველაფერში. ამიტომ მათ შეუძლიათ გაიცნონ ამ დამხმარე ლიტერატურას, შეუძლიათ კიდევ მოძებნონ საიტებია ძალიან ბევრი, ზოგი მაგრამ ხარისხიანი თუ უხარისხო და ბოლოს შეუძლია იკითხონ. ეხლა არც ქალბატონი დალი, არც მე, არც არავინ ბევრი ვინ მე ვიცი, ისეთი ხშირად წერენ ხოლმე რომ აი ეს როგორ იქნება და მე ყოველთვის დაუზარებლად პასუხობ რა იქნება და როგორ იქნება. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი ის არის რომ სახელმძღვანელოში ოფიციალურად დამტკიცებულ სახელმძღვანელოებში მე ხო არ ვარ ოფიციალური სახელმძღვანელოების ავტორი, ქიმიის აგრიფირებული ის არა, მე ვარ დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორი და ყველაფერია ჩემს წიგნებში ასახული ქალბატონ დალისთანაც იგივე ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველა ვალდებული არის ამ წიგნებიდან ისწავლა. კი, სასკოლო ანუ ის რაც არ არის საშუალო სკოლის პროგრამაში, აი ის რეაქციები და ფორმულები არ უნდა იყოს. თქვენ რა სიტყვით? მეც გამეორება გამომივა რთული რომ რთული ტესტი იყო. რთული ტესტი შეიძლება ვთქვათ იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე მარტო სკოლაში ნასწავლით მივა გამოცდაზე და ასეთი რამ იშვიათობაა. სიმართლე ეს არის. გარდა ამისა, ამას დაუკავშირებდი მე, აი ორგანული ქიმია, რაც მე 12 კლასში გადავიდა,
ფაქტიურად უკვე ორგანული ქიმია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ჯერ ერთი ადრე ორგანულ ქიმიას 3 საათი ეთმობოდა, ხო ასე იყო? შემდეგ ჩამოვედით 2 საათზე და ახლა რატო გახდა საჭირო რეკომენდაციები იმისა, რომ ეს 2 საათიანი პროგრამა მაინც ყოფილიყო და დავიდა 1 საათზე. სკოლაში რომ თქვენი სკოლის დირექტორმა, ცალკეული სკოლის დირექტორებმა გააკეთეს, მე მგონი უმეტესობა, იმიტომ რომ მე ერთ-ერთ სკოლის დირექტორს ველაპარაკე, მან მითხრა, არა თქვენი სკოლის დირექტორს, სხვა თბილისის რამდენიმე სკოლის დირექტორს, დიდი სკოლების დირექტორებს დაველაპარაკე და მითხრეს, რომ ანენაო მასწავლებლებიო გადატვირთულიაო, საათებითო, ძალიან ბევრი საათები აქვთო და ეხლა კიდევ მაგ დამატებით საათებსო რამდენიმე პარალელური მე-12 კლასი გროვდება და ახალ მასწავლებელსო კონკურს და იმასო ვეღარ გამოვაცხადებო და ამიტომ შეამცირებს. არა, ჩვენ სკოლაში ასეთი გადატვირთვა არ ყოფილა ნამდვილად, მაგრამ ბევრ სკოლაში მოხდა ეს რეკომენდაცია რომ არ ყოფილიყო, მაშინ ხომ არ იზამდა. რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა. მოსწავლეები არ დადიან მე-12 კლასებში და უნდა შეამცირონ ისედაც. გაასაგებია ქალბატონო მანანა, მაგრამ მარტო ქიმიაზე და საბუნებისმეტყველო საგნებზე არ დადიან? ხო, მაინც რაღაცნაირად ყოველთვის საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ხდება ეს არ ვიცი რა დავარქვა, ჩაგვრა დავარქვა თუ რა ვიცი რა დავარქვა, საბუნებისმეტყველო საგნებზე გადადის ყოველთვის ეს ამგვარი შემცირებები. და საერთოდ ტესტი მე მომეწონა წელს ნამდვილად უბრალოდ აი რჩევის სახით აი თითქმის ბოლო წლებია მასწავლებლის გამოცდაზეც აი ამ ეროვნულ გამოცდებზე არის აი 30 ტესტი რომ არის რთული რაღაც ფორმულა და მე უნდა დაწეროს მოლეკულური ფორმულა განართულია ამ ტესტის დანიშნულება მე ასე მგონია რომ მოსავლე ვამოწმებთ როგორ აღიქვამს იმ ხაზოვან სტრუქტურებს ორგანულში რამდენად სწორად ჩაწერს და შეიძლება მივცეთ ფორმულა და იქვე ჩაწეროს იმიტომ რომ მოსავლე სტრესულ მდგომარეობაშია და შეიძლება დაწეროს ყველაფერი სწორად და მე ის დათვლის დროს შეეშალოს და ამდენად გამოვა რომ ესე იგი თანაც უცნობი ფორმულებია მიცემული ხო საკმაოდ რთული ფორმულებია პოლიმერიზაციაზე აძლევენ კიდევ უცხო ფორმულებს პოლიმერიზაციაზეც ვიტყოდი რომ შეიძლება რომ თქვა დიენურ ნახშირწყალბადებს ისე ძალიან სიღრმისეულად ჩვენ მარტო კაუჩუკთან დაკავშირებით ვიხილავთ დიენურ ნახშირწყალბადებს და ცოტა ალბათ გაუჭირდებოდათ აი ამ პოლიმერის არა ბევრი პოლიმერიზაციის რეაქციას სწავლობენ ეგენი პოლიეთილენი კონდენსაციის რეაქციებიც რაც თქვა ციფრია ნამდვილად შეიძლება რომ ბუტადიენური ესე ფენოლფორმალდეჰიდი და ის რეაქციები დააწერინო რატო მოაგვთ უცნობი ანუ რატო ხდით ამას სალაპარაკოთ ისინი რა ძალიან აი ახლა იმასთან დაკავშირებით რაც თქვენ ახსენეთ კიდევ თქვათ მოსწავლეს არომატული კი უნდა მიხვდეს მე ამ ტესტის წინააღმდეგიც არ ვარ ბავშვმა უნდა გაიაზროს რომ ვერცხლის სარკის რეაქცია ალდეჰიდის აღმოჩენია არა მაგას გაიაზრებდა მაგრამ შემდეგი მაგრამ აი ასე გაიაზრა ბავშვმა რომ აი ბენზოლმჟავა მიიღება ტოლუოლისგან დამჟანგავების და ეს დამჟანგავად ჩათვალა ერთ-ერთი რომ შეიძლება იყოს არგენტუმორიო და მე ასე ვფიქრობ რომ თუ ტოლუოლს დაწერს მაინც შეცდომაში არ უნდა ჩაუთვალოს ბავშვს YZ აღარ იყო საჭირო იქ ანუ არ უნდა გავიდეს სასკოლო სახელმძღვანელოებით რაც აქვს მიწოდებული რეაქციები თუ ფორმულები იმის იქეთ არ უნდა გავიდეთ ეს ქონდა ეს იყო ერთი ნაკლი ამას თუ გამოასწორებენ კარგია ხო და კიდევ ერთს დავამატებდი რომ მართალი ახლა ამ წუთში გრიფირებული კრებულები არ არსებობს მაგრამ არის კრებულები ლომსიანიზის კრებული არის მაგრამ ეგენი არ არის სავალდებულო მაგრამ როცა მოსწავლე ემზადება ასეთი საპასუხისმგებლო გამოცდებისთვის ის აუცილებლად უნდა ეძებდეს და იყენებდეს დამატებით ლიტერატურას არ დაგეთანხმებით იმიტომ რომ რაც ხდება სკოლაში უნდა დავიცვათ სიზუსტე სკოლის პროგრამის გარეთ არც ერთი ფორმულა და არც ერთი რეაქცია არ უნდა მივაწოდოთ თორე
ბევრი ბავშვი გამოჩნდება იქ, რომელიც ეხლა თქვენ რასაც მე აღარ გავიმეორებ, დროს გავუფრთხილდებით, მიხვდებოდა იმას და დაწერდა სწორად, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავიდეთ, ჩვენ რო ვართ სახელმწიფო და ვაძლევთ იმ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი, ნუ სახელმწიფოს წარმოადგენს ხო სამინისტროს. არ უნდა მივცეთ სალაპარაკო, თორემ მე არაერთხელ მომისმენია დებატები პარლამენტში, საზოგადოებრივ საწყისზე, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი ვარ, რა ვიცი, 10 წლებია. ეხლა ეს ქართული ოცნება ძალიან ჩაკეტილი ის არის საერთოდ, თორე 10 წლებია სულ ყოველთვის ისა და მე არაერთხელ ყოფილვარ პარლამენტში დებატების მოწმე და თვითონ არაერთი დეპუტატები როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის ყველა ამბობს, რომ თქვენ გადიხართ პროგრამიდან, აქ ყველა საგანზეა საუბარი, ქიმიაზე არ არის მარტო, თქვენ გადიხართ პროგრამიდან, აცდენაში ხართ სასკოლო სახელმძღვანელობთან. ეს უნდა ერთხელ და სამუდამოდ გამოსწორდეს. ეხლა რაც შეეხება ისევ ამოცანათა კრებულებზე გავაკეთებ აქცენტს და ეს ორი ამოცანა. რატომ აძლევთ? ეხლა მივმართავ სამინისტროს. რატომ აძლევთ? ბატონო მინისტრო, ბატონ გივი მიქანაძეს მივმართავ. ავიცი, შესანიშნავი ადამიანია, როგორც ადამიანი და როგორც მინისტრი, ვნახოთ რას გააკეთებს. მე მინდა გითხრათ, რომ ჯერ ვერ მომასწარე მათემატიკა ტესტს რო ჩაუჯდე, მაგრამ აი ეს ორი ამოცანა, რაც ქიმიის ტესტშია შეტანილი. ასეთი ამოცანები სკოლის არც ერთ სახელმძღვანელოში არსებობს სხვადასხვა ალტერნატიული სახელმძღვანელოები, ასეთი სირთულის ამოცანა არც ერთ სასკოლო სახელმძღვანელოში არ არის. კიდევ ვიმეორებ ბატონო მინისტრო, ამოცანათა კრებულები არ არსებობს. არც ანუ როცა არ არის სასკოლო სახელმძღვანელოში და როცა არ არის საკმარისი მინიმალური საათებია ქიმიას, მასწავლებელი ასეთი დონის ამოცანებს სკოლაში მოსწავლეებს არაკეთებინებს და ვერაკეთებინებს. რატომ მოგაქვთ მაშინ ასეთი სიძლიერის ამოცანები? რატომ? ის რაც სკოლაში არ კეთდება და რომლის მსგავსი ამოცანა არც ერთი ავტორის წიგნში არ არის, რატომ მოგაქვთ? ესეც არის დარღვევა. და რამდენი ავტორი ყავთ ასარჩევი? ასარჩევი ყავს ჩვენი გადაცემების მასირებული დარტყმების შემდეგ გეზი იყო აღებული მხოლოდ ბურდული და ისა ბუთხუზი და ფაცაცი და ასე შემდეგ ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გაამარჯვებინეს იმას, რა ქვია, ვარდიაში ზედა კლასებში. და ერთადერთ კლასშია გიული ანდრონიკაშვილის სახელმძღვანელო ხო, რეფერენტი. მაგრამ მთელი ამოცანები ბატონო მინისტრო, ბატონო გივი ისწავლება მე-9 კლასში. ისე რომ მე-9 კლასში იყო ბუთხუზის და ასე შემდეგ იქ მრავალი ავტორია სახელმძღვანელო. ასე რომ მსგავსი არაფერი, არც წელს რო იყო, შარშან რო იყო, იმის წინ რო იყო, მსგავსი ასეთი ამოცანები არ არის. ამიტომ ნუ აძლევთ. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა მიეცეს. კი, უნდა მიეცეს, მაგრამ ჩაიწეროს სასკოლო სახელმძღვანელოებში მაგ სიძლიერის ამოცანები. შეიძლება მაგაზე რთულიც ჩაწეროთ. იყოს ამოცანათა კრებულები, იყოს სახელმძღვანელოებში ჩაწერეთ კი ბატონო. დიახ, უნდა ჩაიწეროს, თორემ ახლა თუ მართლა იმ დონის ამოცანებს მივცემ ჩვენ, რაც ვთქვათ, მე-9 კლასის წიგნშია, ეს აღარ იქნება გამოცდა. ქიმიის დონე ძალიან დაეცემა. კი ბატონო, მე მაგის მომხერი არ ვარ. დიახ, ხო, აი მე ვთვლი, ვთქვათ, რომ ამ დონის ამოცანები უნდა იყოს მისაღებ გამოცდებზე. უნდა ჩაიწეროს სასკოლო სახელმძღვანელოებში. და ერთიც ვთქვათ, მასწავლებლის ტესტებთან დაკავშირებით, ხალხნო, აქაც ნებისმიერი აკადემიკოსი, რომელიც პასუხისმგებლობას გრძნობს თავისი სტუდენტების და აუდიტორიის მისამართით, ვინც ყავს მსმენელები, ნებისმიერი პროფესორი, ნებისმიერი აკადემიკოსი ემზადება ლექციისთვის წინა დღეებში და შემდეგაც იმაშვება აყოლებს თვალს, იმდენად რთულია ქიმია, განსაკუთრებით ორგანული ქიმია თუ რაღაც. რატომ გადიხართ შემოსაზღვრული პროგრამიდან? მასწავლებლების ტესტებიც ხო პროგრამის მიხედვით დგება. და მოწოდებული გაქვთ ადამიანის წიგნი თუ რაღაცა, თქვენ ოფიციალურად სამინისტრო ამას უწევდა იმას, რა ქვია. პროგრამაც არსებობს. ნუ გადიხართ რამდენიმე ათეული
ქიმია გვაქვს ჩვენ ჩაბარებული. ასეა ნებისმიერი ფიზიკოსი რამდენიმე ათეულს აბარებს იქ რომ სწავლობს 5 და 6 წელი, მათემატიკოსის და ის. ყველაფრის ერთად ჩაბარება არ შეიძლება შემოსაზღვრეთ საკითხები. კარგით, მოდით ახლა ჩვენ დაგვრჩება სტანდარტი განხილველი. დავიწყოთ, ასე ვთქვათ, სტანდარტზე რას ვიტყვით? სტანდარტზე ვიტყვით იმას, რომ გადაადგილებულია, მე და თქვენ კარგად ვეჭვობდით, გადაადგილებულია ძალიან ბევრი რამ. მე გავოცდი, მე-10 კლასში არის 2 სახელმძღვანელო. ანუ 2 ტომი, ასე ვთქვათ. ეგეც სამინისტროს დანაშაულია. მინის მიმართავ, რომ ვერ მოასწრეს გრიფირების გამოცხადება და ჯერ ერთი პირველი წიგნი გამოვიდა მე-10 კლასებში თითქმის ყველა საგანში ასია, იქ იყო ატომის აღნაგობა, პერიოდულობის კანონი და ქიმიური ბმები, პირველ ტომში ასე თქვა, ანუ პირველი წიგნი და მეორე წიგნში არის ქიმიური აქციის სითბური ეფექტი და ქიმიური კინეტიკა. ეს მე-10 კლასი მთლიანად ამოღებულია მე-10 კლასიდან და ჩადებულია მე-11 კლასში. და მე-11 კლასის მასალები, ხსნარები, ელექტროლიტური დისოციაცია, ის კონსტანტა მადაღებული ურთულესი საკითხი, მართა ჰიდროლიზი, ბუფერული ხსნარები, დისოციაციის მუდმივა pH-ის განსაზღვრა და ეს გატიტრები ყველაფერი არის. ჟანგვის რიცხვი, ჟანგვა აღდგენა, ელექტროლიზი, ეს ელექტროქიმია არის მე-11 კლასში. და ოღონდ მე-11 კლასიდან ამოღებულია არაორგანული ქიმია. მე ახლა ავწერ სტანდარტს. ამოღებულია არაორგანული ქიმია და ახლა წელს რაღაცები იყო დატოვებული არაორგანული ქიმიიდან. და მოდით ქალბატონო ლელა დავიწყოთ თქვენგან. დიახ, პირველ რიგში, რასაც თქვენ ბრძანებთ, ამბობთ ძველი სტანდარტის მიხედვით, რა ისწავლებოდა მე-10-ში, მე-11-ში და არა, ახალი სტანდარტის ჯერ არ აქვს წლიური პროგრამა, ამიტომ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ. უბრალოდ ძველი სტანდარტის მე-10 კლასიდან. არა, მე-11, მე-12 კლასშია ეს საკითხები გადმოტანილი. მე-12-ში კი ბატონო და გადმოტანილია. კონკრეტულად მე-11-ში გადატანილია. პირველ რიგში ახლა მოდი ზოგადი შთაბეჭდილებით დავიწყოთ. არაორგანული ქიმია მართლაც ამოღებულია და არსად აღარ არის უკვე. ანუ გაქრა პირისაგან მეწისა. შემდეგ მეჩვენება რომ ზედმეტად ბევრი ტექნოლოგია. აი ამ სტანდარტს რო ვკითხულობ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გამოყენებითი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის რაღაცა სახელმძღვანელოს დაწერას ესწრაფიან ამ სტანდარტის შემდგენლები. შემდეგ კარგია მართლაც რომ სხვადასხვა სფეროს განვითარებაში ქიმიის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს, ეს თქვენც აღნიშნეთ. შემდეგ მოდის საბაზო საფეხურის სტანდარტი, რომელიც ჩვენ ადრეც გავარჩიეთ. აქ რატომღაც მაშინ არ თქვი ნარევები, ხსნარები ხან, ძიმით ხან, დახრილი ხაზით არის ერთმანეთსაგან გამოყოფილი, ნუ რა იგულისხმება ვერ გავიგე, რა ნარევებს და რა ხსნარებზე ლაპარაკობენ აქ, იმიტომ რომ თუ ხსნარებზე ლაპარაკობენ, ხსნარები დატოვონ, თუ ზოგადად ნარევებზე, მაშინ ნარევები, ხო? შემდეგ ხშირად არის გამეორებული ასეთი ფრაზა: ფიზიკური და ქიმიური მოვლენების შედარება ექსპერიმენტული მეთოდით. ნუ ეს ჩემზე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მხოლოდ ექსპერიმენტული მეთოდით, აი ისე ვერ უნდა შეძლოს სიტყვიერად, აი თქვათ ეროვნულ გამოცდაზე რომ მივადა შეეკითხებიან რომელია ფიზიკური მოვლენა და რომელი ქიმიური, ვერ უნდა შეძლოს ექსპერიმენტის გარეშე. ეს ეხება მთელ სტანდარტს, ყველგან წერია ექსპერიმენტული მეთოდი, ექსპერიმენტული შედეგი. შემდეგ ნივთიერების გარდაქმნის მიზეზ შედეგობრივი კავშირების ახსნა. რა იგულისხმება აქ ახლა მე-8 კლასელმა და მე-9 კლასელმა უნდა ახსნას ნივთიერების გარდაქმნის მიზეზ შედეგობრივი კავშირები და მე სადღაც უკვე საშუალო საფეხურის სტანდარტში ახსნილია ეს ასე რომ ძველი ბმები წყდებაო და ახალი ბმები წარმოიქმნებაო. ეს არის მიზეზ შედეგობრივი კავშირები მარტო, ანუ ნივთიერებათა ამას და გენეტიკური კავშირები აქვს კიდე. არა, გენეტიკური კავშირები გასაგებია, ნივთიერებათა როგორ შეუძლია მე-8 კლასელს ნივთიერებების გარდაქმნის მიზეზ შედეგობრივი კავშირების ახსნა მე ნამდვილად არ მესმის. და ყველაფერს აქ ამ გარდაქმნის მიზეზ შედეგობრივი კავშირები. არ ვიცი რაღაც ახალია ეს ტერმინი.
და ნუ არ ვიცი რა სკოლის ხმობა შეიძლება სრულიად ძალიან ადვილი რამეს. შემდეგ ეხლა მესამე გვერდზე, ანუ საბაზრო საფეხურის სტანდარტში აქ სამიზნე ცნების მოცულობაში ჩამოწერილია ესეთი რაღაცა მდგრადი წარმოება მოხმარებაში, ქვემოდან მეორე აბზაცი. ინოვაციური ქიმიური ტექნოლოგიების შექმნა, კოროზიის პრევენცია, სასუქებისა და პესტიციდების მიზნობრივი მოხმარება და შემდეგ მოდის ნავთობპროდუქტების მოპოვება და გადამუშავება. ნავთობპროდუქტები და ბოლოს მთავრდება იმით, რომ უზრუნველყოფს ეს ყველაფერი მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ეხლა აქ რაღაც აკლია გრამატიკულად, მე მგონი, იმიტომ რომ ნავთობპროდუქტების მოპოვება და გადამუშავება როგორ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას. აი თუ დაიცავ ამ დროს კიდე რაღაც უსაფრთხოების წესებს და ბევრს არ მოიხმარ მაინცსა და მაინც, მაშინ შეიძლება. შემდეგ მოდის ასეთი სიტყვები: მოსალოდნელი შედეგების განჭრედა, ექსპერიმენტის შედეგის წინათ იყო ვარაუდის გამოთქმა, რაც ასე თუ ისე, ხო, ვარაუდს გამოთქვამდი და მე ან დადასტურდებოდა ან არა, ხო? და მე ახალი საკლივი კითხვა უნდა დაგესვა თუ არ დადასტურდებოდა. ისევ ძალიან ბევრს ხო არა ვთხოვთ შედეგების წინასწარი განჭრედა ექსპერიმენტის. მე მახსოვს გრიფირების დროს მე დავებოდნენ იმაზე, როგორ გავბედე მე ექსპერიმენტი აღმეწერა სახელმძღვანელოში და მე უპასუხე რომ თქვენ თუ არ გეწერათ? აღწერე ექსპერიმენტი. აღწერეთ. მე ვუბნებოდი რომ ბავშვი თვითონ უნდა მიხვდეს, თურმე თვითონ უნდა მიხვდეს, რომ ეთანოლი უნდა ჩასხეს, იქ ქვიშა უნდა ჩაყაროს, გოგრიმჟავა უნდა დაუმატოს, მე როგორ აწყოს ხელსაწყო და მე ეთერი. რატო? არ ვიცი. უმაღლესებში მკაცრადაა განსაზღვრული სოფლიოში ამა თუ იმ ცდის ჩატარების მეთოდი. ხო, აი ექსპერიმენტებთან დაკავშირებით შეიძლება რომ ჩაგერთო. დიახ, რა თქმა უნდა. აი ახლა საბუნების მეტყველო კაბინეტი. ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის კაბინეტი რამდენად უზრუნველყოფს აი ამ სტანდარტში მოცემული ყველა ნაბიჯზე რო ექსპერიმენტზეა საუბარი. აუცილებელია სკოლას დაუბრუნდეს ქიმიის კაბინეტი ცალკე, ფიზიკის და ბიოლოგიის კაბინეტი. თორემ ჩვენ კიდე მადლობა ჩვენს ფიზიკოსებს რომ რაღაცნაირად ქიმიკოსებს ხელს გვიწყობენ. თორე შეიძლება რომელიმე კლასს საერთოდ არ მოუწიოს კაბინეტში შესვლა, ხომ? ბიოლოგიაც შევა, იქ ბიოლოგიაც, ქიმიაც, ფიზიკაც, მაშინ ეს არაფერი ფაქტიურად ჩავთვალოთ, რომ ამჯერად კაბინეტი სკოლაში არ აქვს. არც ფიზიკის და არც ქიმიის და არც ბიოლოგიის. იმიტომ რომ უნდა იყოს ცალ-ცალკე ეს კაბინეტები, როგორც იყო ადრე. თუ ახლა ლაბორანტიც იქნება, ხო, კიდე უკეთესია რა? ხო. უკვე ფანტაზიის სფეროა. კარგით გავაგრძელოთ სტანდარტი. ესე იგი, ზოგადად ვაგრძელებ სტანდარტს, ანუ ეს ექსპერიმენტულად შესწავლა, რომელიც ფრჩხილებშია 1000 ადგილას, უნდა განიმარტოს რაღაცნაირად ან წინადება დაიწეროს სხვანაირად, იმიტომ რომ მხოლოდ ექსპერიმენტული შესწავლა, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ტექსტი, მე არ ვიცი რა სკოლისმობენ. მხოლოდ ექსპერიმენტული შესწავლა არ უშველის ამ საქმეს. შემდეგ წყალბადური ბმები მთავრდება წყალბადური ბმებით. წინა სტანდარტში წყალბადური ბმა შეტანილი იყო მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების ძალებში. აქ არ ჩანს უკვე სად არის ბმა არის თუ ელექტროუარყოფითობა შემოაქვთ. ელექტროუარყოფითობა შემოაქვთ ეს ყოველთვის ადრე არ იყო. როგორ არ იყო მერვე კლასში არის. მერვე კლასში არ იყო ცხადი. ხო და ეხლა შემოაქვთ საბაზო სკოლაში. მოკლედ, აი ამ საბაზო საფეხურის სტანდარტი მოიცავს ქიმიის მთელ კურსს, ხო? კი. შემდეგ მოდის საშუალო საფეხურის სტანდარტი, რომელიც უფრო გაღრმავებული მეჩვენება. ამიტომ ეს ალბათ არის პროფილური სწავლებისთვის განკუთვნილი სტანდარტი, ხო? და სად არის ის მეორე ნახევარი, რომელიც არ ვიცი, ზოგი ამბობს, რომ უნდა მოხდეს ინტეგრირება, ზოგი ამბობს, რომ უნდა დაიწეროს, მე ვამბობდი, რომ დაიწეროს ქიმიის ცალკე სახელმძღვანელო. დიდი ხანია ვამბობდი ამას. უფრო მარტივი. მოიცათ ქალბატონო და თქვენ ახლა გადახვედით ყველაზე საინტერესო საკითხზე და ყველაზე სადაო საკითხზე. ანუ სამინისტრო ამბობს, რას ამბობს, იცით? აი თუ გინდ იმის, ჯერ გამოგვიგზავნა ოფიციალურად სკოლებში დაწყებითი და საბაზო სკოლის. ოღონდ მაშინ იყო მე-7 და მე-9 კლასების. მე-10 კლასები იქ ეს ახლა ჩვენ დღეს რაც წავიკითხეთ, ეგ იქ არ იყო. კარგი, კი ბატონო, ნუ არა უშავს. მე-10 კლასების ჩათვლით და მე-11, მე-12 მოგვიანებით. სასწავლო პროცესი როცა იყო სკოლებში, ყველგან არ მოსულა. შეიძლება სადღაც დააგზავნოს. ყოველ შემთხვევაში არ მოსულა სკოლებში და ეხლა გახდა ჩემთვის ცნობილი. კარგი. მაგრამ
ხომ უნდა იყოს თქვენი თქმის არ იყოს ნათლად ყველაფერი გამოსახული. კარგით, ყველაფერს თავი დავანებოთ. ჩავთვალოთ, რომ ძალიან კარგი სტანდარტია. მოდით ვთქვათ, რომ კარგი სტანდარტია. მაგრამ ჩვენ რომ შევაფასოთ ეს, ჩვენ კი არა, საერთოდ თელმა საზოგადოებამ რომ შეაფასოს. ჩვენ ხომ მთლიანობაში უნდა ვიცოდეთ გაღრმავებული სწავლების სტანდარტი, ჩვეულებრივი სავალდებულო საბაზო სკოლის ჩათვლით სტანდარტი, მერე გაღრმავებული სწავლების და მერე ვინც არის სწავლის გაღრმავებულად იმათვის. ეხლა ჩვენ ვამბობთ, ვინაიდან თქვენც იყავით მონაწილე იმ სხდომების, აი ძალიან გთხოვთ თქვით, უნივერსიტეტიდან რექტორმა გადმოაგზავნა კანდიდატები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მე მგონი სხვა უნივერსიტეტებიდანაც იყო, ტექნიკური უნივერსიტეტიდან და იქ ჩართული იყვნენ ქვეყნის წამყვანი მეცნიერები, პროფესორები და ეს მაშინ დაამტკიცა მინისტრმა ბრძანებით და ტარდებოდა სხდომები. ეხლა თქვენ გითხარით მაშინ იყო თუ არა მსჯელობა პროფილურ სწავლებაზე, კი ბატონო, და პროფილური სწავლების სტანდარტებზე და მათ შორის ინტეგრირებული იმის სწავლება. თქვით ეს გალბატონო. დიახ, მაშინ იყო მსჯელობა ინტეგრირებაზე, იყო ინტეგრირებული სტანდარტი. სინამდვილეში ეს იყო 4 სხვადასხვა სვეტში ჩამოწერილი ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის და ფიზიკური გეოგრაფიის საკითხები. არავინ აბსოლუტურად იქ იყვნენ მეცნიერები, მე თვითონ 2 კვირა ვიყავი ტელეფონზე ჩამოკიდებული. იმ სხდომაზე, 1-2 სხდომაზე მიმიჭვიეს და მე რა კი წინააღმდეგობა გაუწია, მე აღარ მიმიჭვიეს უკვე. ყველა მეცნიერმა განაცხადა, რომ არ მოსწონს ინტეგრირებული სწავლება. დღესაც ამას ვიტყვი მე, რომ არ მომწონს ინტეგრირებული სწავლება, იმიტომ რომ დაამთავრეს ბავშვის სკოლა და არ ეცოდინება ქიმია რა არის, ფიზიკა რა არის, ბიოლოგია რა არის და გეოგრაფია კეთილად, თავად ფიზიკური გეოგრაფია მხოლოდ. აი დანარჩენი გეოგრაფია სად მოიაზრებოდა, ნამდვილად არ ვიცი. აი იმიტომ გამოიცა მე ეს 2 ტომი, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ეს ინტეგრირებული სტანდარტის განხორციელება ჩავშალეთ, ასე ვთქვათ და მე რომ იძულებული გახდნენ სასწრაფოდ ახალი სტანდარტი გაეკეთებინათ და რომ ვეღარ მოაჭრეს და ვადაში ვერ ეტეოდნენ, იმიტომ გაყვეს მე-10 კლასის წიგნები 2 ნაწილად, რაც თავისთავად სახელმწიფოს ანუ უფრო წლების წინ უნდათ ეს ინტეგრირება განხორციელებინა. სხვათა შორის ერთი ადამიანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ჯგუფის ხელმძღვანელი დაგვემუქრა კიდეც, რომ ეს მაინც განხორციელდება. აი ეს სიტყვით გითხრა ეს მაინც განხორციელდება. მაგრამ ცალკე მინდა მუქრად. გიორგი ლომიძე გითხრა, რომ ეს მაინც განხორციელდება, ტყუილად გიხარიათ. კარგი, ეხლა შემდეგი. ანუ იგივე მოყვა ბატონმა ნოდარ ელიზბარაშვილმა. იგივე ყველა წავიდა ხო პროტესტის ნიშნად. ყველამ დატოვა, ყველამ დატოვა კი არა, ყველამ თქვა, ისი აზრით მე ვისმინე, რომ არ შეიძლება ინტეგრირება. შემდეგ მე მქონდა პირადად ამავე დროს პარალელურად იყო გაღრმავებული სტანდარტი, რომელშიც შედიოდა აი ბატონმა ომარ მოკბანიანმა მაშინ ასეთ შეკითხვა დასვა ბაკალავრიატში რაღა ვასწავლოთო, თუ ეს აქ უნდა ვისწავლოთო. ამ გაღრმავებულ სტანდარტთან მე მქონდა რამდენიმე შეკითხვა. პირველი, ვინ უნდა ასწავლოს, აი ეს გაღრმავებული კადრები ყავს. მერე 2 გაღრმავებულ საგანს არჩევს. ოღონდ მაშინ ლაპარაკი იყო, რომ იქ იქნებოდა კვირაში 5 საათი, ვინც არჩევდა გაღრმავებულად. 2-ს რო არჩევს მარტო. იქნებ მე მესამეც მინდა. შემდეგ დავსვი შეკითხვა, ყველგან ხო თბილისის სკოლა არ არის, აი ვთქვათ რაიონში, ხანდახან სოფელი იკეტება, თოვლი მოდის და ნუ რამდენიმე თვე არიან გამოკეტილები. ვთქვათ იქ 2 მოსწავლეა კლასში და ერთმა არჩია ჰუმანიტარული განხრა და მეორემ არჩია საბუნებისმეტყველო. რას უშვებით, იცით რა პასუხი? რაიონის ცენტრში წავიყვანთ მან და ერთი მასწავლებელი ჩაატარებსო. ნუ ეს ხო წელს თბილისის გარდა თელისაგო ქუთაისი და ბათუმიც კი ჩაკეტილი იყო სკოლები. არა, საინტერესოა რა დროს წაიყვანენ, აი ეხლა ვთქვათ მეორე გაკვეთილი მაქვს ფიზიკა, ხო, იმ გაკვეთილის განმავლობაში წაყვანას კი არა, იქ ძლივს ასწრებ ყოფნა, სადაც ხარ. ნუ არ ვიცი რა, ეს იყო ყოველდღე მომზადებელი და მე მასწავლებლებს, აღვზდით მასწავლებლებს 3 დღით დაატრენინგებენ და უცებ ყველა გახდება, ნუ რა ვიცი მე. ეხლა მიმდინარეობს ტრენინგები. მე მგონი ბატონი ის ატარებს, ხო? სამინისტრო და ისინი STEM საგნების და იმის ტრენინგები ტარდება. რატო ხარჯავთ ზედმეტად ფულს? მე მიმართავ ეხლა სამინისტროს. მასწავლებლებს აქვთ გამოცდები ჩაბარებული, ვინც არ ჩააბარა, ისინი გაუშვით სისტემიდან, ყავთ თქვენ, ყველა სკოლაში არის მენტორი წამყვანი და თუ გით ის უფროსი მასწავლებლები და ვისაც აქვს გამოცდილება დაუშვათ რა, მაგ იმას ვერ წაიყვანს, აბა ისთვის აბარებინეთ მაგ მასწავლებლებს გამოცდები.
რისთვის აბარებინეთ? რა საჭიროა რის მომცემია ტრენინგები? ეხლა 10 წუთი დაგვჭა და ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ესე იგი, ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ მე-7 კლასიდან იწყება ქიმია, მაგრამ მე-8 კლასში თქვენ მაშინ ჩაყარეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მეც დავდიოდი სამინისტროში და არაერთხელ გითხარით და ყველა ვითხოვდით, რომ ეს არის ძალიან დიდი პროგრამა, მე-8 კლასი არ ესწრება ლამის 3 წლის პროგრამა გაქვთ მე-8 კლასში და მე-7 და მე-8 კლასში თითო საათია გათვალისწინებული, ეს არ ეყოფა ბატონო მინისტრო და ბატონო პრემიერ-მინისტრო. პრემიერ-მინისტრს უნდა მიმართოთ, იმიტომ რომ დამატებითი თანხების გამოყოფა იქნება საჭირო. საათი ღირს ფული, ხო? თუ არა და შიგნით მოიძიეთ თქვენ, ბევრი ტაშპანდურა საგნები გაქვთ, ამოყარეთ ისინი, სამოქალაქო განათლებას მოაკელით და დაუმატეთ მე-7 კლასში და მე-8 კლასში დაამატეთ თითო საათი. ეგ არის სასაცილო და საერთოდ ორგანულ ქიმიას დაამატეთ საათი. და მე-10 კლასში ძალიან დიდი პროგრამები გაქვთ, მე-11 კლასში უნდა დაემატოს 4 საათი უნდა იყოს, რომ ეს პროგრამა დაძლიოს განსაკუთრებით მე-11 კლასის და მე-10 კლასის. მოდით ეხლა ერთი სიტყვით მითხარით ხო დაამთავრეთ. აქაც არ მოისწრება ალბათ, ხო, იმ საათებში, ისევ იმ დღეში აღმოჩნდებით, რომ ვერ მოასწრებენ ამ პროგრამის გავლას. თუმცა ამაზე ალბათ ლაპარაკი იქნება მაშინ, როდესაც ამასთან მოყვება წლიური პროგრამები. პროგრამები არ მოყვება ხოლმე და თუ არ მოყვება, მაშინ ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ერთი მასწავლებელი წერას დაიწყებს ავტორი. აქედან სხვა ერთი თემიდან მეორე დაიწყებს სხვა თემიდან და ამ მე-7 კლასთან დაკავშირებით ქალბატონო მანანა თუ საათი არ დაემატება, მაშინ ჯობია ისევ მე-8-ში ერთად იყოს ის 2 საათი. იმიტომ რომ 1 საათი მე-7-შიც დაკარგულია ფაქტიურად და მე-8-შიც დაკარგულია. კვირაში 1 საათი ეს არაფერს არ ნიშნავს. კი, ნამდვილად უარეს სიტუაციაში აღმოჩნდებით. ნამდვილად გეთახვებით. და კიდევ ამ პროფილურ სწავლებასთან დაკავშირებული საბუნებისმეტყველო საგნებისთვის ეს გლობალური პრობლემაა, მარტო ჩვენი საქართველოსი არ არის, რომ არ ირჩევენ ხომ ამ ქიმია ბიოლოგიურ პროფილს. არც ფიზიკას. ანუ ყველა სკოლაში ალბათ იქნება ჰუმანიტარული სწავლება და თქვათ, ჩემ სკოლაში 4 ბავშვმა აირჩია და მე ის 4 ბავშვიც გაქრა, იმიტომ რომ ახლა 4 ბავშვი ვინ დააფინანსებს და როგორ დააფინანსებენ და ანუ კარგავ ჩვენ იმ მცირე რიცხოვანს, ვინც ფიქრობს, რომ რაღაცით დაუკავშირდეს ქიმიის სწავლებას, ესეც გამოგვეცლება და მე რას ვეკითხები, იცით ხელისუფლებას 21 საუკუნეში, ახალი ტექნოლოგიების საუკუნეში შეიძლება სულ ჰუმანიტარული სკოლები ვქონდეს? და უნივერსიტეტები შესაბამისად? ხო, მე არ ვიცი. ამაზე როგორ ერთი სიტყვით მითხარით, ხარ თქვენ მომხრე პროფილური სწავლების? მე არ იცით რა არის, მე პირადად არ ვარ მომხრე, რატომ? იმიტომ რომ არავინ არ არიჩევს, ეს ერთი საკითხია და მეორე მე თვითონ არ ვარ მომხრე, იმიტომ რომ მე თანაბრად ვსწავლობდი სკოლაში ყველა საკითხს. სულაც არ მჭირდება რომ ვიღაცა მასწავლოს გაძლიერებულად ქიმია და დავიწყო ლიტერატურა და პირიქით. და არ ვისწავლოთ ისტორია ან გეოგრაფია. მე მინდა ყველაფერი ვისწავლო, ხო? ამიტომ ყველაზე კარგი რაც კაცობრიობამ შექმნა, ეს არის ის გერმანული მოდელი, მით უმეტეს ევროპისკენ თუ მივთივართ, ისა რა ქვია? ზოგად საგანმანათლებლო ფორმა. კარგით და არაორგანული ქიმია დავაბრუნოთ, ეხლა თქვენ იტყვით, რომ საზღვარგარეთაც რაღაც არის სწავლება რაღაცა, ისინი სულ პირველი კლასიდან შესწავლილი მაქვს მე ინტეგრირებულ საგანს ასწავლიან მთელი 7 წელი და მერეც და საკმაოდ არის ჩადებული ისა, ჩვენი ტრადიციები გვაქვს. ნახეთ თქვენ რა წერია ამ სტანდარტში მე ვციტირებ. ორგანული, არაორგანული ნივთიერებების შედარება შედგენილობის, აღნაგობის, თვისებებისა და რაოდენობრივი მახასიათებლების მიხედვით. თუ არაორგანულს არ ასწავლით თქვენ, არაორგანულ ქიმიას, რა არაორგანული ნივთიერებების თვისებების შესწავლაზე საუბრობთ. მერე ვაგრძელებ მაგავე სტანდარტში ვციტირებ თქვენი სტანდარტიდან. ორგანული, არაორგანული ნივთიერებების შემადგენელი ნაწილაკების აღნაგობის, მათ შორის არსებული ბმის, ტიპისა და კრისტალური სტრუქტურის გაანალიზება და დაკავშირება ნივთიერების ფიზიკურ ქიმიურ თვისებებთან, გამოყენებასთან. როგორ ხალხნო, თქვენ არაორგანულ ქიმიას არ ასწავლით და აქედან გამომდინარე არ ასწავლით არც მარტივი და არც რთული ნივთიერებების, არც ფიზიკურ, არც ქიმიურ თვისებებს და არც მათ გამოყენებას.
და რაზე საუბრობთ სტანდარტში? ამიტომ აუცილებლად უნდა ჩაიწეროს თუ გიდი შემოკლებული სახით, როგორც იყო მე-11 კლასში და წინა წელს უფრო კარგად იყო, სანამ ახალ პროგრამას გამოსცემდით, პირველ ფორმას დაუბრუნდეთ და 4-4 საათი ერთი პლუსი არის აქ შევამჩნიე, ნივთიერებათა მრავალფეროვნება უკვე წესიერად არის თავის ადგილას ჩასმული ტერმინი, იმიტომ რომ ძველ სტანდარტში ნივთიერებათა მრავალფეროვნება და ორგანული ნივთიერებები იყო ცალკე და სულ ამას წერდი, ორგანულები რა არ შედის. კარგი, მოდით გადავიდეთ სახელმძღვანელოებზე. სახელმძღვანელოებზე ძველზე, ანუ სახელმძღვანელოები, ეს სტანდარტები არ მოგწონს ამჟამად მოქმედი, არც საათების რაოდენობაა საკმარისი და სახელმძღვანელოებზე ჩვენ მიუძღვენით გადაცემები, მაგრამ ეხლა ძალიან მოკლედ ვინაიდან 4 არასრული წუთი დაგვრჩა, ძალიან მოკლედ გამოკვეთეთ რა არის მიუღებელი, რატო ვერ იმარჯვებს კარგი სახელმძღვანელოები კონკურსში. არ ვიცი, იცით რა, ჩემი გამოცდილებით, აი 2010 წლიდან ვარ ამ საქმეში ჩართული და ერთი წუთით არ მომიდუნებია ყურადღება. ჯერ ვიყავი გამომცემლობის რედაქტორი, მერე ვიყავი ავტორი. კი ბატონო. ანუ ერთი ის რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ექსპერტები არ კითხულობენ კონკურსზე შესულ სახელმძღვანელოებს და მუშაობენ ერთად, არ ღვევენ ანონიმურობის პრინციპს, იმიტომ რომ ზოგჯერ თვალში ბედს ხედავენ, ზოგჯერ დირესაც ვერ ხედავენ და არ მგონია ჩვენი ექსპერტები იმდენად არაკომპეტენტურები, რომ ის შეცდომები გაპარვოდათ, რაც გაეპარათ ქიმიის სახელმძღვანელოებში. მეორე თვითონ ეს არ უნდა იყოს ეს გრიფირება საერთოდ, იმიტომ რომ იცით რაღაცად ჩაწყობის საქმეთ არის გადაქცეული კორუფციული ხვრელების დატოვების საშუალება არის ხმის მიცემის წესი თვითონ ეს ავთენტურობის დადგენისას და მანამდე ერთმანეთსაგან განსხვავდება ანუ მე მახსოვს როდესაც ჩემი სახელმძღვანელო ცნეს არა ავთენტურად ხმის უფლება ჰქონდა ფილოლოგს ფსიქოლოგს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს თუ ვიღაცას მე მგონი უკაცრავად და რა იციან ახლა იმად მე როგორ გავასწორე ის შეცდომები ხო თავის დროზე ხო არ აძლევენ ხმას. შემდეგ, როდესაც შენ ასაჩივრებ, აი რამდენი ხარვეზია წესში, შენ ასაჩივრებ, შენ არ მიდიხარ იქ და არ იცავ შენს პოზიციას, მიდის ისევე იმ საგნობრივი ჯგუფის უფროსი თუ კომისიის თავმჯდომარე და ის ამბობს, რომ კი მე ყველაფერი სწორად გავაკეთე და იქ არის სპეციალისტი და ვერავინ ვერ ეუბნება, რომ არა, სწორად არ გააკეთე და თუნდაც მიიწვიონ სპეციალისტი მას მაინც არ აქვს ხმის უფლება, ესეც იყოს. შემდეგ 60%-იანი ცნობილებაა შეფასებისას, ცხრილი მაქვს აქ მოტანილი, ანუ ერთმა ექსპერტმა რო დაწერა 9 ქულა, მეორე ექსპერტმა დაწერა 5 ქულა. ერთი და იგივე შეიძლება ესეთი ანუ თქვენი შვილი რო გაუშვათ სკოლაში და ერთი და იგივე საგანში ერთმა მასწავლებელმა 10-იანი დაუწეროს და მეორემ რო 6-იანი მოგეწონებოდათ? არ მოგეწონებოდათ ხომ და არც არავის არ მოეწონებოდა, არც მე მომწონს ასეთი ექსპერტები. ღიად იყოს ყველაფერი. ანუ როდესაც ის თulis რომ ის ციგნი კარგია და ეს ციგნი არის ცუდი, კეთილი ინებოს, მე რო დამთავრდება გრიფირება, დადგეს ღიად სტენდთან, სადაც გნებავთ და პასუხი გაგცეს, რატომ არის ის კარგი და რატომ არის ეს ცუდი, ან პირიქით. იმიტომ რომ აი თუ მე ქიმიაში ოდნავ რამე გამიგება, აი ჩემს მიმართ სამინისტრო გრიფირების კომისია იყო ძალიან უსამართლო. თორე არსებობს ის ციგნებიც და ეს ციგნებიც და შეადაროს ვინც ქიმიაში ერკვევა. და ეს წესიც იძლეოდა ამის საშუალებას. შემდეგ ფასდაკლება არ უნდა იყოს ციგნის სკოლაში შეტანა არ შეტანის საფუძველი, ანუ გახსოვთ რუსუდან მას ფასდაკლება. შენმა გამომცემლობამ ნაკლები ფასი დაუკლო, იმან მეტი დაუკლო და ამ დროს 100%-იც კი დაუკლო ფასი ალბათ იმიტომ რომ წვეტა არ ქონოდათ სახელმძღვანელოებში. და ესე იგი აი ეს აპელაციო კომისიის მუშაობის წესი და ხმის მიცემის წესი ავთენტურობის დადგენისას, რასაც მე ვამბობ და დამოუკიდებლად წერდი, ანგარიში უწერია სახალხო დამცველსაც. ამიტომ ეს ამბები სასწრაფოდ გამოსასწორებელია და სულ გაუქმდება გრიფირება, ძალიან მივესალმები. მიეცეს აი ეს შეფასება, შევიდეს სკოლაში, ან არ შევიდეს სკოლაში და მე თვითონ გაარკვევენ. საერთოდ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი უნდა გამოიტანონ სამინისტროში, არ უნდა იყოს და სტანდარტების შექმნა და ეროვნული სასწავლო გეგმების შექმნა და ყველაფერი ეს ისა არის ერთი
ერთადერთი მეცნიერება და უნდა იყოს განათლების ეროვნული ინსტიტუტი უნდა გამოიტანონ ცალკე სამინისტროს დაქვემდებარებაში ილიონთანა ეხლა განყოფილების საკეთ მიერთებული და იქ უნდა ხდებოდეს ეს ჩინოვნიკებს არაფერი არ ესაქმება და სამინისტრო უფრო შორს უნდა იყოს ამისგან იმიტომ რომ სამინისტრო საერთოდ მე მარტო ჩვენ ქვეყანაზე არ ვლაპარაკობ სახელმწიფო დიდი დაწესებულებები სადაც არის ძალაუფლება იქ არის ფინანსური ნაკადების მოძრაობა მართებულის თუ კორუფციული ამიტომ არ გვინდა ესეთი რაღაცა თქვენ უნდა აირიდოთ აიცილოთ თავიდან და რაც მეცნიერების საკეთებელია უნდა გააკეთოს მეცნიერებმა ყოველთვის სტანდარტების ავტორები იყო ცნობილი და წელს არც ერთი სტანდარტის ავტორი არ არის ცნობილი გახადეთ საჯარო ვინ არიან ამ სტანდარტების ავტორები და სტანდარტებთან დაკავშირებით არასწორად გაქვს საკითხები დალაგებული, ჯერ უნდა მოცეს ზოგადი და არაორგანული და ბოლოს უნდა ასწავლოთ ორგანული. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ, არ არის სავალდებულო მე-9 კლასში ასწავლოთ, მე-10 კლასში გამოიტანეთ, მანამდე მორჩით ზოგადი და არაორგანული. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, მედია კავშირი ობიექტივის ღია ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ, გადაცემის თემა იყო ახალი სტანდარტების სიახლეები და ამისი ანალიზი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ ქალბატონი ლელა მეტრეველი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი მრავალი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი და ქალბატონი დალი გულაია ქალაქ თბილისის 122 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი მენტორი მასწავლებელი ასევე მრავალი სასკოლო გამარჯვებული კონკურსში სახელმძღვანელოების ავტორი თანაავტორი და დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორი ხოლო მედია კავშირი ობიექტივის ღია ეთერში 50 წუთის მანძილზე მუშაობდი მე მანა ნიკოლაიშვილი ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე შაბათს 5:30-ზე გაიმეორებენ ამ გადაცემას გვიყურეთ